სიტყვა ფრთიანი, ნაბრწყლიანი, ბარაქიანი, ქართული. სიმბოლურად აღნიშნავ იმას, რომ ბიბლიოთეკაში გადავწყვიტეთ დღევანდელი დღის აღნიშვნა, იმიტომ რომ ბიბლიოთეკასთან ურთიერთობა და ზოგადად წიგნის სიყვარული უდიდესი განათლების მომტანია მომავალი თაობისთვის, სწორედ განათლება ის, რაც გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას, რომელიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას დღესაც. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არის ქართული ენის დღე, მისი დაცვის დღე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და ვფიქრობ კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ ძალიან დიდი მოვალეობა გვაკისრია ჩვენი მშობლიური ენის წინაშე, რომელიც უძველესია და რომელიც სწორედ ქართულ იდენტობას ასახავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის. დღეს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ვეწვევთ რაიონულ ბიბლიოთეკას. წავიკითხეთ ლექსები, გამონათქვამები, ვისაუბროთ ბიბლიოთეკებისა და ბარბარიზმების შესახებ. გვინდა მოგიწოდოთ, რომ არ გამოიყენოთ ბარბარიზმები და დავიცვათ ქართული ენა. დღეს არის 14 აპრილი და გვინდა მოიულოცოთ დედაენის დღე და გვინდა მოუწოდოთ ყველას, რომ არ გამოიყენოთ ბარბარიზმი. დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლის მიზანი იყო დედაენის დღე. უნდა ვისაუბროთ, რომ ქართული ენა სჭირდება მოფრთხილება და დაცვა. 14 აპრილი აღინიშნება ქართული ენის დღეთ, ცნობილი 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებით 1990 წელს დაწესდა ეს დღე და აღინიშნება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის დღე, როდესაც გადარჩა საქართველოს ქართული იდენტობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სამი ხელთუქმნელი საუნჯე, ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება და ყველაზე პირველი და უმთავრესი ჩვენთვის არის ჩვენი ენა. დღეს მე პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გვესტუმრენ, რომელმაც ჩაგვიტარეს გაკვეთილი, ასე რომ ვთქვათ, ქართულ ენას უპირატესობასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ენას და როგორ უნდა ვიბრძოლოთ და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს საუნჯე მთელი არსებობის მანძილზე.